2011 წლის 8-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფონდ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისის ოფისის ეგიდით განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი. შემდეგი სახელწოდებით ადამიანის უფლებების დაცვა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზით. პროექტის მიზანი იყო დაწესებულების ნებისმიერი სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომელთა განათლება და კვალიფიცირება პაციენტის აგრესიული ქცევის, თვითდაზიანებებისა და სუიციდის შემთხვევებში. აღნიშნული საკითხები თანამშრომელთა პრაქტიკული საქმიანობისას ხშირია. ამ ტრენინგით კი შესაძლებელია რიგ სიტუაციაში მართვის ტაქტიკის შემუშავება. ტრენინგს უძღვებოდა ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში წარმომადგენელი და პროექტის ავტორი ნანა ზავრადაშვილი. ასევე საერთაშორისო სამართლის საკითხებზე სემინარს კითხულობდა წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ადვოკატი ზურაბ მახაშვილი. ტრენინგის განმავლობაში მსმენელებს დაურიგდათ მასალები, მოეწყო დისკუსიები და პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი. რამ უბიცგა ამისაკენ, რამ ხომ არ უბიცგა იმ მომენტში, ხომ არ იყო ის, რომ დაინახა რაღაცა ბასრისაგან და იმიტომ